პირდაპირ მუშაობას განაგრძობს მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური. ეს არის ახალი 12 სოფო ჩაკვეტაძესთან ერთად გამარჯობათ. მორიგი გარდაცვლილი პატიმარი რუსთავში მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სავარაუდოდ სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა მსჯავრდებულთა მეექვსე დაწესებულებაში. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა საჭანში პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვა. გარდაცვლილი სასჯელს იხდიდა სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მეორე ნაწილით რათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. სასჯელის აღსრულების სამინისტროს ინფორმაციით მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიმდინარეობს გამოძიება. ახალ წელს კიდევ რამდენიმე პატიმარი შეხვდება. სახლში შეწყალების კომისია წლის ბოლოს სხდომას დღეს 2 საათზე ავლაბრის რეზიდენციაში გამართავს. სხდომაზე სულ 430 პატიმრის საქმე განიხილება. შესაძლოა, რომ მორიგი წინა საახალწლო ამნისტია წინა შემთხვევების მსგავსად მასშტაბური არ იყოს, რადგან განსახილველ განცხადებებში უმძიმესი საქმეებია წარმოდგენილი. 430 პატიმარს შორის ბევრია ნარკორეალიზატორი, უარყოფითი დახასიათების მქონე, მკვლელობისა და გაუპატიურების გამო დაკავებული. გადაწყვეტილება სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. მეცინასა შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ამზადებდე ამ სხდომას, ნაკლები მიიღებს ჩვენ რეკომენდაციას. და აგიხსნით რატომ? ძალიან ბევრს არ აქვს მოხდილი ჯერ სასჯელის ნახევარი. მე რო გადავხედე საქმეებს იქ არის 27 წელი, 30 წელი, ერთ ქალს აქვს 36 წელი მიჟილი. ეს არის რაღაცა საშინელება ერთი მხრივ, მაგრამ ეს არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას იქედან გამომდინარე, რომ არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, მათი საქმეები განვიხილოთ. არის კატეგორია პატიმრებისა, რომლებიც უარყოფითი დახასიათებით არიან, ესე იგი დახასიათებულები. იმ საქმეებსაც ვერ განვიხილავთ. ამ წუთებში მთავარი პროკურორი ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს. არჩილ გველაშვილი ტრადიციულად სამშაბათობით პასუხობს მედიის შეკითხვებს. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში მიადევნოთ თვალყური პროკურატურაში მიმდინარე პრესკონფერენციას. მთავარ პროკურატურაში ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩავთავთ პრესკონფერენციის დაწყებისთანავე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი დღეიდან ახალი მოადგილე ეყოლება. თავდაცვის მინისტრი ამ თანამდებობაზე პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარადგენს. მას დამთავრებული აქვს თბილისის სამხედრო აკადემია. გავლილი აქვს მოსამზადებელი კურსები შეერთებული შტატების ჩვეით ოფიცერთა სკოლაში. ამერიკის სამეთაურეო და გენერალური შტაბის ოფიცერთა კურსი, ასევე ამერიკის არმიის ომის კოლეჯი. გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის მომავალი მოადგილე სხვადასხვა დროს მეთაურობდა ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს ერაყში, იყო სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი და სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე. ბოლოს კი შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობდა. 35 წელი კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 39-მდე გაიზარდა. აშენდა რამდენიმე ათეული ეკლესია მონასტერი, მოხდა ახალი წმინდანების კანონიზირება და საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი აშენდა. ამ წუთებში მისი უწმინდესობა წირვას აღალვეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. საზეიმო წირვას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებიან. უსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას, ერის გამთლიანებას, ძალიან კარგი პიროვნება არის პატრიარქი. თქვენც ასევე ჟურნალისტებს გისურვებ, ულოცავ მთელ საქართველოს. და ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით თავდაცვის სამინისტროს. მე შეგახსენებთ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროს დღეიდან ახალი მოადგილე ეყოლება. ირაკლი ალასარია მას ამ წუთებში წარადგენს. თქვენ წარმოგიდგინოთ საქართველოს სამხედრო შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი მოადგილე, ბატონი ვლადიმერ ჩაჩიბაია. მე მგონი ძალიან კარგად იცნობს მას ქართული საზოგადოება. დღიდან დაარსებისა ქართული არმიის ის იყო სამხედრო მოსამსახურე, სადაც კი ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა დაცვა, იქ იყო პოლკოვნიკი ჩაჩიბაია. ძალიან კარგად გვახსოვს მისი მონაწილეობა ასევე აგვისტოს ომში 2008 წლის, გამორჩეული იყო ყოველთვის ყველგან. ასევე მინდა ხაზი გაუსვა მის განათლებას, მას დამთავრებული აქვს საქართველოს თავდაცვის აკადემია, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიცრის კურსები, შემდეგ სამეთაურო საშტაბო კოლეჯი და ბოლოს მან მიიღო ერთ-ერთი უმაღლესი განათლება
ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულებული აქვს არმიის ომის კოლეჯი. სხვათა შორის სულ რამდენიმე ქართველია, ვისაც აქვს დამთავრებული ესეთი მაღალი სამხედრო განათლება, 3 მათგანი ერთად იმუშავებს გაერთიანებულ შტაბში პოლკოვნიკი ძნელაძის მეთაურობით. ვახტანგ კაბანაძესაც დამთავრებული აქვს სწორედ ეს მაღალი დონის სამხედრო სასწავლებელი. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ყველა ძალიან გახარებული ვართ, რომ პოლკოვნიკმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და დაბრუნდა სამხედრო შეიარაღებულ ძალებში და ჩვენ ყველანი ძალიან დიდი მედებს ვამყარებთ, რომ ერთად შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბთან ერთად ჩვენი სამოქალაქო ეს იყო თავდაცვის სამინისტრო ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი მოადრილე წარადგინა ამ წუთებში კი მთავარი პროკურორი უკვე ხვდება ჟურნალისტებს. არჩილ კბილაშვილი შედახსენებთ ტრადიციულად სამშაბათობით პასუხობს მედიის შეკითხვებს, რომ ახლა შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში მიადევნოთ ალყური პროკურატურაში მიმდინარე პრესკონფერენციას. თუკი კითხვები უფრო მალე ამოიწურებთ. მაშინ გისმენთ რა გვაინტერესებს, მე მზადა ვარ გაგცეთ პასუხი. რამდენადაც თქვენი კითხვა გავიგე, ხმადაბლა იყო ნათქვამი, უკავშირდება თუ რასთან დაკავშირებით იყო ბატონი როლანდ ახალაია მოწმის სახით მოწვეული, ხო ასე? სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება რამოდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება იმ პერიოდს, როდესაც ბატონი როლანდი ბრძანდებოდა ამ ოლქის პროკურორი და იქ არსებული გამოძიების ფარგლებში არის რამოდენიმე საკითხი, რომელიც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმების მართლწომიერებას, სადაც გარკვეული დეტალები არის დასადგენი მისი გამოკითხვის ან ჩვენების მიცემის საშუალებით. აი ამ საქმესთან დაკავშირებით ის მოწმის სახით იყო დაბარებული. მინდა თქვა, რომ არც ერთი თანამდებობა არ არსებობს საქართველოში, არც პარლამენტის წევრია ის თანამდებობის პირი, არც მოსამართლე, არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ვინმე ან თუ გნებავთ ქვეყნის პირველი პირი, ვისაც ჰქონდეს უფლება უარი თქვას მოწმის მოვალეობის შესრულებაზე. ასეთი თანამდებობა არ არსებობს საქართველოში. ამიტომაც ყველა ვისაც საგამოძიებო ორგანო მოუხმობს მოწმის სახით დასაკითხად, ვალდებულია გამოცხადდეს და მისცეს ჩვენები. რაც შეეხება საკითხს, ეს იყო პირდაპირ ჩართვა მთავარი პროკურატურიდან. მე შედახსენებთ არჩილ კბილაშვილი ყოველ სამშაბათს პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს. უფრო დაწვრილებით რაზე ისაუბრა მთავარმა პროკურორმა ნახეთ მომდევნო გამოშვებებში. დიადვალი საჯარო ლექცია სახელმწიფო უნივერსიტეტში დასწრების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ბოლო წუთებში ლექციის ჩატარება საერთო დარბაზში გადაწყდა. ექვსასამდე მსმენელს ფიზიკოსი მეცნიერული აზრის მნიშვნელობასა და ასტროფიზიკის სხვადასხვა თემებზე ესაუბრა. დიადვალი საქართველოში ორ კვირას დარჩება და სავარაუდოდ კიდევ ერთ საჯარო ლექციას დამართავს. და დღემდე არ ქონდა შანსი, რომ ეს გავლენა მოეხდინა. და ეს არის დაახლოებით 13-15 მილი. ეს იყო სამეცნიერო პოპულარული ტიპის ლექცია. მიზანი იყო ერთის მხრივ რაღაც გარკვეული მეცნიერების თანამედროვე იდეების პოპულარიზაცია და ამით იმის დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერული აზროვნება და მეორეს მხრივ აი ამაზე ფოკუსირება და აქედან გამომდინარე ფოკუსირება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერული აზროვნება ქვეყნისთვის. ლექცია იყო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის არის ხოლმე, როცა რაღაც სპეციფიკურ საკითხებს ეხება და ძალიან მიხარია, რომ მოვიდა ბევრი ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა იყო ახალგაზრდობა და მე მგონი მათ კიდევ უფრო ზუსტი წარმოდგენა შეექმნათ იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მეცნიერების განვითარება ყველა ქვეყანაში, რომელსაც სურს, რომ თვითონ განვითარდეს როგორც ქვეყანა და სახელმწიფო. ესეთი დონის მეცნიერისგან დღევანდელ მიმართულებებზე მეცნიერებაში მოსვენა იმ აზრის რაც დღეს ხდებოდა, როგორ ვითარდება ეს ყველაფერი არა მარტო საინტერესო ზოგადად, არამედ ალბათ სტიმულიც არის სტუდენტებისთვის, რომ უფრო სხვა თვალით შეხედონ მეცნიერებას და უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიონ და უფრო მეტმა მათთაგანმა გადაწყვიტოს მეცნიერების გაყოლა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდანი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ერეტიკოსებისგან ყოლაწმინდა სამების ერთარსებობის დოგმას იცავდა, მან სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღავლინა და დღესაც აღესრულება მისი წმინდა ნაწილებიდან კუნძულ კორფუსზე. მისივე სახელობის ტაძარში წმინდა მღვდელმთავარი საბერძნეთის მფარველად ითვლება. ეთერში ახალი 12 წლის ყველაზე ცივ თვეებში თბილისელები მერიის კომუნალური ვაუჩერით ელექტროენერგიის გადასახადზე თითქმის 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მთავრობის ტარიფების შემცირების ინიციატივით არის განსაზღვრული. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისივე თქმით 2013 წლის თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით თბილისში რეგისტრირებული თითოეული აბონენტი მერიისგან 100 ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს. მერის განცხადებით სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც 70,000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული 250 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. ის გზა, რასაც ჩვენ თავაზობთ, რაც უკვე დაამტკიცა საკრებულომ, ნაცვლად 3.54 შეღავათისა გულისხმობს მხოლოდ ელექტროენერგიის ნაწილზე 8.45, ანუ 2-ჯერ მეტს, ვიდრე თავაზობს ცენტრალური მთავრობა. თელასიდან რა თავისუფლებულებს კომპანიის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრას ურთ ისინი დევიდ კანდელარს პირობის შესრულებას თხოვენ. მათივე თქმით, კანდელარმა საჯაროდ განაცხადა, რომ თელასიდან რა თავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი უკვე დაბრუნდა სამსახურში, დარჩენილ 34 ადამიანს კი უახლოეს მომავალში აღადგენდა. თელასის ყოფილი თანამშრომლები ენერგეტიკის სამინისტროსა და თელასის ერთობლივ კომისიას რეაგირებისა და მათი უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ. მე შეგახსენებთ, თავად დევიდ კანდელარი პროკურატურამ წინა კვირას დაარტყა კორუფციული გარიგებებისთვის. ის ახლა გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. სამართლიანობა აღდგა მხოლოდ ნაწილობრივ. თითქმის მესამედი იმ ხალხის, ვინც ვიყავით გამოშვებული, ვართ გარეთ, არავის არანაირი შეთავაზება არ მიგვიღია, არანაირი ჩვენ აღდგენაზე საერთოდ ლაპარაკი აღარ არის. ჩვენთან თელასის ხელმძღვანელობა კონტაქტზე აღარ გამოდის, არავისთვის არ დაურეკიათ, არაფერი არ შეუთავაზებიათ. მეტიც ნაწილი იმ ხალხისა, ვისაც შეთავაზეს დაბრუნება, შეურაცხყოფელი შეთავაზებები იყო, იმიტომ რომ 3-4 საფეხურით ქვემოთ წევდნენ, ამ თანამდებობრივი საფეხურებით ქვემოთ წევდნენ იმ ხალხს, ვინც მუშაობდა თელასში 10 და 15 და ზოგი მეტი წელიწადს კიდე. მეორე დღეა რუსთავში ფოლოდის სადნობი კომპანია ჯეოსტილის მუშების პროტესტი გრძელდება, როგორც რაფიცულები ამბობენ, დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს საწარმოში შესასვლელი პლასტიკური ბარათები დაბლოკილი დახვდათ და შიგნით შესვლის საშუალება არ მიეცათ. ამ დროისთვის საწარმოში არ მუშაობს 8 საამქრო. რაფიცულების ძირითადი მოთხოვნა შრომითი პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მომატება. რაფიცულებმა გუშინ 10 პუნქტიანი მოთხოვნების სია ჩამოაყალიბეს და ადმინისტრაციას დააცნეს. მეცხრეერთან საუბარში ჯეოსტილის გენერალური დირექტორი აცხადებდა, რომ 10 პუნქტიდან მხოლოდ 7-ზე შეეძლოთ შეთანხმება, რაც შეეხება ხელფასების ზრდას, საწარმოში შიდა საფინანსო აუდიტის შემოწმების შემდეგ მოხდება. საქართველოს პროკურორების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია საწარმოში მთავარი პროკურატურის შესვლას ითხოვს. პრემიას გვირდებიან უკვე 2 თვე არის. 6000 ტონაზე პრემიები იყო ჩვენთან, 6000 ტონაზე. დაწყილი. ეხლა გავედით 13000 ტონაზე, გავდივართ 4 თვის განმავლობაში. 13000 ტონაზე. ეს არის ხელა დიდი ზღვარი, მეტი რა შეიძლება. გითხრეს თურმე რომ 45 ლარი 3 თვის განმავლობაში კვარტალური. ეს არის დაცინვა ხალხის. რა პირობებში მუშაობთ, იქ უნდა შემოვზან ნახოთ. გაჩერდება უკვე ღუმელების გაჩერდება წყალსაკაჩი და ყველა დავდგებით აქ, ყველა. და მოვითხოვთ იმას, რომ რაც აი ამ ხალხს უჭირს და რაც აქვს ამათ მოთხოვნები, ხო? ყველაფერი ეს არის ჩვენი მოთხოვნები. ვინც არა ვართ მუშები, ასე ვთქვათ და მუშაობთ ადმინისტრაციაში. ჩვენი მოთხოვნაც არის. მიმართავთ გენერალურ პროკურატურას, რომ გამოიკვლიოს აქ არის ტრაფიკთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ხალხს ჩამართული აქვს პასპორტები. დაკვლავ რუსთავი, მე შეგახსენებთ, რომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სავარაუდოდ სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა მჟავრდებულთა მეექვსე დაწესებულებაში. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა საკანში პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვა გარდაცვლილი სასჯელს იხდი და სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მეორე ნაწილით. საჯელახსრულების სამინისტროს ინფორმაციით მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს გარდაცვლილის ოჯახს. საჯელახსრულების სამინისტრო დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა და აღნიშნა, რომ შიდა მოკვლევის სამსახური გამოძიებას აწარმოებს უკვე შამდან შიდა მოკვლევის
მცდელობის სამსახურის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი ჩაერევა თუ არა უკვე საგამოძიებო პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო ან პროკურატურა. ერთადერთი ინფორმაცია რაც ამ წუთებში გვაქვს არის მხოლოდ ის რომ გუშინ ინსპექტორმა ერთ-ერთმა ბადრაგმა სწორედ ჩამომხჩვალი პატიმარი აღმოაჩინა ციხეში ჯერ საჯარო აღსრულების სამინისტრო არ აკონკრეტებს თავად პატიმრის სახელი და გვარს ერთადერთი რაც არის ჩვენთვის ცნობილი არის ის რომ იგი 179 მუხლით იხდიდა სასჯელს აქ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში და იგი უკვე გადაყვანილია ჩვენ ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ მის პატიმრის სახელი და გვარი საჯარო აღსრულების სამინისტრო სწორედ პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ახმაურებს მის სახელი და გვარს ასევე როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი უკვე ოჯახის წევრებს თავად გარდაცვლილის ოჯახის წევრებს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მიწოდებული აქვს ეს არის ის ინფორმაცია რომლის მოწოდებაც ამ წუთებში შემიძლია თქვენთვის. დიდი მადლობა ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა რუსთავიდან პირდაპირ ეთერში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო კასპიის რაიონის სოფელ იგუეთში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია. ATS-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ტროტილი, ამფეთრი ზონარი, ფალია. რემირტონის M4-ის, კოლტის, ATS-ის, დერკოს, კარაბინის, AKM-ის, შილტის ვაზნები და ავტომატის 8 მჭიდი. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 221 მუხლით, დანაშაულის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სტროტელია. საგასაქმეთა სამინისტროს კასპიის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე. საპატრულო პოლიცია მაჭარაში სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოდანაშაულისთვის 27 წლის მოქალაქე დაარტავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებულმა თურქეთიდან კონტრაბანდული გზით 15 ბაში ჰეროინის შემოტანასა და ექსპერტიზის შედეგად დადრინდა, რომ მის მიერ საქართველოში შემოტანილი კონტრაბანდული ნივთიერების მთლიანი წონა 2,59 მეასედი გრამია. ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 262 მუხლით აღიძრა. აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა გადაზიდვის ფაქტზე დაკავებული იქნა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აღმოაჩნდა 15 ბაშად დაფასოვებული ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული პიროვნება დაკავებულია მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262 მუხლის მეორე ნაწილით. აქ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ზურგდიც ახალი გამგებელი ყავს ედიშერ თოლორაია პირობას დებს რომ არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერდება. მან ჟურნალისტებს განუცხადა რომ ქალაქს ახალი სტადიონი, ყინულის სასახლე და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი ექნება. თოლორაიას განცხადებით ადგილობრივ ბიუჯეტში მოქალაქეების პრობლემებს დაითვალისწინებენ. პრიორიტეტი სოციალური და ჯანდაცვის საკითხების დაფინანსება იქნება. თოლორაიას გამგებლის მოვალეობის შემსრულება საკრებულოს თავმჯდომარემ გუშინ დაავალა. ის ქართული ოცნების წევრია. რაც დაწყებულია სამუშაოები არ შეჩერდება, პირიქით ორმაგად განხორციელდება ის გეგმები, რაზედაც ჩაყრილია საფუძველი. პირველ რიგში სტადიონი დაუბრუნდება ქალაქს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე აუცილებლად აღსდგება, ყინულის სასახლე. ახალციხისა და ახალქალაქის სახელმწიფო უნივერსიტეტებს უკვე მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება გაერთიანებულმა ენერგოკომპანიამ უნივერსიტეტებს დენი დავალიანების გამო გაუთიშა. როგორც ახალციხის უნივერსიტეტის დირექტორმა განაცხადა, დავალიანების მიზეზი ბიუჯეტთან არსებული ტექნიკური პრობლემებია, რომელიც ამ დღეებში აუცილებლად მოგვარდება. სტუდენტებს სასწავლო პროცესში ხელი არ შეშლიათ, რადგან უნივერსიტეტში სარევსიო პერიოდი დამთავრებულია და ისინი სასწავლებელში მხოლოდ სემესტრული გამოცდების ჩასაბარებლად დადიან. ადმინისტრაციული, ტექნიკური და სხვა სახის იურიდიული პრობლემები შეიქმნა. ამ პრობლემების ფონზე ჩვენი ბიუჯეტი არის დასამტკიცებელი. ბიუჯეტი მტკიცდება საამისოდ, რეგენტთა საბჭო უნდა შეიკრიბოს და მე მგონი დღეისთვის იკრიბება ეს საბჭო და ალბათ ყველაფერი იგზე იქნება. თანხა არის, გადარიცხვები შეგვიძლია, უბრალოდ ვერ გადავრიცხეთ ეს თანხები
შესაბამის ორგანიზაციებს და ამიტომ არა გვაქვს შუქი. ჩვენთან კიდე არა უშავს ახალციხეში, მაგრამ განსაკუთრებით რთული და მძიმე მდგომარეობა არის ახალქალაქში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბიზნეს ომბუდსმენს და ინგლისური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. დავით ნარმანიამ გიორგი პერტაიესა და კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებულ ინვესტირების ლიბერალურ გარემოზე ესაუბრა და სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობები გააცნო. ინგლისური კომპანიის წარმომადგენლები ქართული ბაზით დაინტერესდნენ და სურვილი გამოთქვას კომპანიის საქმიანობა საქართველოშიც განახორციელონ. ვესაუბრე იმასთან მიმართებაში თუ რა უპირატესობა ექნებათ მათ თუ საქართველოს რომელიმე რეგიონში გააკეთებენ ისინი ინვესტირებას. ვესაუბრე იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საჯარო კერძო პარტნიორობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ინფრასტრუქტურული მომსახურება შეგვიძლია ჩვენ შევთავაზოთ მათ, რომ ისინი დაინტერესდნენ საქართველოში, მოახდინონ რეალური ინვესტირება ქვეყანაში და ამით ხელი შეუწყონ დასაქმებას. მათი ინტერესი არის რეალურად ჯართის გადამუშავება ადგილზე და შემდგომ უკვე გარკვეული პროდუქციის შექმნა, პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან. საქართველოს ინტერესებში არის ის, რომ ჯართი არ გადიოდეს ჯართად ქვეყნიდან და რეალურად პროდუქცია ექნებოდეს, ანუ დამატებული თიღური ღირებულება ექნებოდეს ქვეყანაში, რომელსაც მაქვს გარკვეული დასაქმება, დამატებითი ღირებულება, გადასახადები. ამ დროისთვის სულ ეს იყო ახალი ამბებით ეთერში პირველ საათზე დაბრუნდებით. დაგვალობთ.